კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას დღის თემა, მე ვარ მისი წამყვანი თამთა სანიკიძე. თითქმის 2 თვეა ჭიათურა მაღაროელების აქციებმა მოიცვა. პროტესტის მიზეზი რაიონში მანგანუმის მოპოვების მიწისქვეშა სამუშაოების შეჩერება და ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის მხრიდან გაკოტრების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა. სწორედ ამ კომპანიას გადასცა 1 წლის წინ ჯორჯიან მანგანეზმა საწარმოები მართვაში. ნედლეულის მიწისქვეშა მოპოვების შეწყვეტის მიზეზად არარენტაბელურობა და საერთაშორისო ბაზარზე მანგანუმის ფასის შემცირება სახელდება. კომპანია პოზიციას გერმანული საკონსულტაციო ფირმის დასკვნითაც იმყარებს, სადაც საუბარია მოპოვებული მადნის დაბალ ხარისხზე, 2020 წელთან შედარებით 2024 წლისთვის მადნის ფასის დაახლოებით 3-ჯერ შემცირებაზე, შუქრუთის კრიზისზე, საოპერაციო ხარჯების ზრდაზე და წარმოებისთვის საჭირო ხარჯვით მასალებზე ფასების მატებაზე. მაღაროელები დასკვნას არ ენდობიან. მათი მოთხოვნაა, რომ კომპანიამ კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს და დასაქმებულებს ხელფასების 60% გადაუხადოს. ასევე მაღაროელები ითხოვენ, რომ მაღაროები მართვაში სახელმწიფომ გადაიბაროს და ჭიათურიდან საერთოდ გავიდეს კომპანია ჯორჯიან მანგანეზი, რომელიც მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას 2046 წლამდე ფლობს და რომელიც 2006 წლიდან რაიონში ნედლეულის ექსკლუზიური და უმსხვილესი მომპოვებელია. სოციალური კრიზისის მოგვარება სამმხრივი კომისია ცდილობს, სადაც დამსაქმებელი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია და პროფესიული კავშირის წარმომადგენლები არიან ჩართულები, თუმცა კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობენ თავად მაღაროელები. რამდენიმე საათის წინ სამმხრივი კომისიის მორიგის შეხვედრა გაიმართა, ცნობილი ხდება, რომ კომპანია მზად არის ჭიათურაში მანგანუმის მიწისქვეშა სამუშაოები დათქმებით აღიდგინოს. სამოქმედო გეგმა უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. კომპანია ასევე ვალდებულებას იღებს, რომ დასაქმებულებს ერთი თვის ანაზღაურების 60% გადაუხადოს. ახლა საინტერესოა იქნება თუ არა ეს წინადადება მისაღები მაღაროელებისთვის, რომლებიც კომისიის შეხვედრის პარალელურად შენობის გარეთ აქციას მართავდნენ. როგორ ესახებათ მხარეებს პრობლემის მოგვარება, რატომ ითხოვენ მაღაროელების სამთო მრეწველობის ნაციონალიზაციას, რა რისკებს ხედავენ ამ მოთხოვნაში პროფკავშირები და სად ხედავენ გამოსავალს. ამ თემაზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნებიან ტარიელ მიქაცაძე, ჭიათურელი მაღაროელების საინიციატივო ჯგუფის წევრი, გიორგი მოდებაძე, ამავე ჯგუფის წევრი და ირმა კუჭაშვილი, ასევე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი. გადაცემის მეორე ნაწილში კი ჩვენ შეკითხვებს საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი უპასუხებს. გადაცემას ვიწყებთ ახლა ჩვენ მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან საუბრით. ისინი უკვე ჩვენ სტუდიაში იმყოფებიან. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პირველ რიგში ბატონო ტარიელ, თქვენთან დავიწყებ საუბრით. ჩვენ ნახეთ, მოვისმენთ ის განცხადებები, რომლებიც სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა. კომპანია მზად არის, რომ გარკვეული პირობები და დათქმებით აღადგინოს მიწისქვეშა სამუშაოები და ასევე მაღაროელებს გადაუხადოს ხელფასის 60% აღდგომის წინ. მისაღები არის თუ არა თქვენთვის ეს წინადადება, ანუ შესაძლებელია თუ არა აი ამ გეგმის და ამ წინადადების გარშემო განხილვა და საუბარი. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის პირველ რიგში, რაც შეეხება დღევანდელი სამმხრივი კომისიის შედეგებს, მე არა ვარ ინფორმირებული და ვერ გამოგვყვებით ამ თემაში ძირფესვიანად. თქვენი ინფორმაციიდან გამომდინარე, ჩვენ ნდობა ძალიან ნაკლები გვაქვს, აი რა ინფორმაციაც მოგვაწოდეთ სამმხრივი კომისიის, რადგან იქ არის ისეთი მესამე მხარე, ხალხის მხარე, დასაქმებულების მხარე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არანაირ სასიკეთოს ჭიათურაზე დასაქმებულებს არ მოუტანს. რაც შეეხება კომპანიის დათქმებია და თან დათმობაც გამოდის, იმიტომ რომ 7 მარტს ოფიციალურად მოგწერეს, რომ თქვენ დაგემშვიდობეთ, კარგად ბრძანდებოდეთ, დავკეთე მიწისქვეშა წარმოება, ღია კარიერულზე გადამყავს მთელი საწარმო და იქ დავასაქმებ 2000-მდე ადამიანს და მაღაროები არ მაინტერესებს. ეს არის ბატონ თემურ ხონელიას საუბარი და ეხლა მოხდა რაღაც იძულებით ფიქრობთ, რომ იძულებით ანუ უკან დახევად განიხილავთ ამ დღევანდელ წინადადებას? მე ვფიქრობ, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი ტაქტიკური უკან დახევა იყო კომპანიისგან, რასაც ითხოვდა, იმას ნამდვილად არ ელოდა, რომ მიიღებდა, თუმცა მთავარი ფაქტორი აქ რაც არის, უცვლელი რჩება 3620 ადამიანის ნაცვლად, მას ჭირდება 2000 ადამიანი იმ შემთხვევაში, თუ მაღაროები აღადგინა კიდევაც. ეს არის ყველაზე მთავარი ფაქტორი, ჯერ ისედაც ძალიან მონოინდუსტრიული ქალაქია და ძალიან დასაქმების პრობლემა არის ჭიათურაში, საუბრობენ ალტერნატიული სამუშაოების გზებზე, რომელიც ვერ მოესწრება წლების განმავლობაში და ადამიანები ძალიან ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ წაღდგეს მიწისქვეშა სამუშაოები, იქნება შემცირება თანამშრომლობის? აღარა და უკვე მასობრივ დათხოვნაში გამოდის. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? აი 1620 ადამიანის ჩვეულებრივი სამსახურის დატოვება და გაშვება. ჩვენ რა თქმა უნდა ვეთანხმებით იმას, რომ გაბერილი შტატები, რომელიც ყავთ სახელმძღვანელო
ორ გოლში ესენი არიან დირექტორები, კიდე იმათი დირექტორები და ისეთი ადამიანები, რომლებიც არიციან სად მუშაობენ და სად არიან გაფორმებულები, რეალურად არც მუშაობენ. და აქვთ 20,000 ლარები და უფრო მეტი ხელფასები, ასეთი კადრი უნდა მოშორდეს. მაგრამ რაც შეეხება მაღაროში დასაქმებულს, ან საწარმოს ფუნქციონირებაში დასაქმებულ ადამიანს, ასეთი კადრი არ უნდა გათავისუფლდეს. ეს მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, რადგან კადრები მცირდება ეტაპობრივად წლების განმავლობაში, თუმცა გეგმა იმატებს. სამუშაო მე რო ვიყავით 3 ადამიანი დავუშვათ ერთ სამუშაოზე. ეხლა ვართ 2, მაგრამ გეგმა იგივე და ზოგ შემთხვევაში მეტიც. კონკრეტულად სად მუშაობდეთ, რომელ მაღაროზე? მე პირადად მუშაობა დავიწყე ითხვისის მაღაროზე, 14 კილომეტრია სიღრმე, ითხვისის შემდეგ გადავედი პერევის საპირველზე, ესეთი მაღარო არსებობდა და ეხლა ამ ბოლოს მუშაობდი ვაკეტყე 4-ზე. ქაუნონა, თქვენთან მექნება დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თქვა და ერთ-ერთ დათქმად განხილული იყოს შუქრუთის კრიზისის მოგვარება. ჩვენ ვიცით, რომ შუქრუთში მაღაროები ახლა არის დახურული, 3 მაღარო არის თავად ადგილობრივების მხრიდან, ანუ დახურული და პარალიზებული. და ერთ-ერთი დათქმა შესაძლოა იყოს, თქვა და აი ამ ყველა მაღაროს ამუშავება და ასეთ შემთხვევაში კომპანია მზად იქნება, რომ აღადგინოს მიწისქვეშა სამუშაოები. დათანხმდებით თუ არა საინციდენტო ჯგუფის წარმომადგენლები და მაღაროელები, დასაქმებულები აი ამ წინადადებას და შემოთავაზებას. მადლობთ, მოგესალმებით. არის ჩვენ დიდი მაღარო, რომელსაც უწოდებენ შუქრუთის აი სალიანდაგო მაღარო, რომელიც არის ძალიან დიდი ხანია უკვე გაჩერებულია, თითქმის წელიწადია. ზუსტად მარტში გაუხდება წელი, რაც გაჩერებულია ეს მაღარო და არის ძალიან საშიშროება, რომ იქ აღდგეს ეს სამუშაო, ეს პირობები. იმიტომ რომ იქ სულ ჩამოშლილია სულ ყველაფერი და ეს იმან განაპირობა, რომ თან იქ მაცხოვრებლებს შუქრუთის მაცხოვრებლებისთვის არ გადაიხადეს მათ თანხა, იმათ დაენგრათ სახლები. კომპენსაციებს გულისხმობდი, არ ჩაერიცხათ ის კომპენსაციები, რაც ნამდვილად ეკუთვნოდათ. აღებული ვისაც აქვს, კი აქვს გარკვეულ ნაწილს აღებული, მაგრამ ისინი არ ითხოვენ ხელმეორედ იმის აღებას, უბრალოდ სოლიდარობას უცხადებენ იმ ხალხს მართლა, ვისაც არ აქვს აღებული. ხო, იქ საერთოდ არ შეიძლება ზოგი სახლი ისეთია, რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება ნამდვილად. და აღდგენით სამუშაოებს რო იძახიან ესენი, უბრალოდ ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმ დიდი მაღაროს აღდგენას, რომელიც არის ლიანდაგური მაღარო, სადაც პირადად მუშაობ მე. ანუ შესაძლებელი იქნება ამ წინადადების განხილვა, თქვა ერთ-ერთ დათქმად შუქრუთის კრიზისის მოგვარება, რომ მიწისქვეშა სამუშაოები განახდეს. მაღაროელები შეიძლება რომ წავიდნენ აი ამ დათმობაზე და პარალიზებული მაღაროების გახსნის გადაწყვეტილება მიიღონ. ხო, აი თუ იქნება გარანტია იმის, რომ ეს უსაფრთხოდ მოგვარდება ყველაფერი და აი მოსახლეობასაც უსაფრთხოდ გამოიყვანენ იქედან ან გამოუსწორებენ ამ პირობებს, შეიძლება და დაეთანხმებიან კი. რატომ არ ხართ თავად სამხრივ კომისიაში ჩართულები მაღაროელები, იმიტომ რომ იქ მონაწილეობენ სახელმწიფოს მხრიდან შრომით ინსპექციის წარმომადგენლები, წარმოადგენელია პროფესიული კავშირი და ასევე თავად კომპანია. დიახ, მადლობა ამ კითხვისთვის. ერთი შეხედვით ჩანს, რომ პროფკავშირების გაერთიანება და პროფკავშირი არის მშრომელი ადამიანის უფლებადამცველი. და შესაბამისად, რატომ არ არის ის და რატომ არ ვენდობით. ესე შეიძლება დავსვათ კითხვა, ჩვენ 2019 წლიდან მოყოლებული თანამშრომლობთ ამ პროფკავშირებთან, პროფკავშირების გაერთიანებასთან და კერძოდ სამთო და ქიმიური მრეწველობის დარგთან. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ პროფკავშირებისგან ძალიან ბევრი სიცრუე მოტყუება, მაგალითად 2019 წელს იყო დაპირებები. ქონდა გაფიცვა ბოდიში და დაპირებების და რაღაც ხელშეკრულებების ფონზე ჩვენ შევაჩერეთ ეს პროცესი და დროში გაწერილი იყო თუნდაც ეკოლოგიური პრობლემის მოგვარება, გადაიარაღება და ამ შემდეგ და აღმოჩნდა რომ ეს მოთხოვნები საერთოდ აღარ განიხილებოდა მომავალში. ეხლა გადმოვიდეთ 2023 წელში ქონდა ივნისში ძალიან დიდი გაფიცვა პარლამენტთანაც ჩამოვედით და ზუსტად მაშინ ჩაერთო პროფკავშირები პროცესში უკვე რომ ხალხი სულ ზღაფავდა პირდაპირ მნიშვნელობით შიმშილობა იყო მე-13 თუ მე-14 დღე უკვე საგაცეებით გაყავდათ ხალხი და მაშინ თქვენს პროფკავშირების ხელმძღვანელობამ რომ მოდი აბა დავიწყოთ ეხლა მოლაპარაკება და ზუსტად იმ პირობებზე დაგვითანხმეს რაზეც მათ სურდათ საუბარი. ჩვენ ნაწილობრივ აღარ ვენდობოდით მათ ჩვენი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე და მოვითხოვეთ კერძო იურისტის დასწრება სოფლის გარემოს დაცვის სამინისტროში მგონი და სადაც გადაწყდეს ჩვენი შეხვედრა დაიდო ხელშეკრულება მთავრობამაც მოაწერა წარმომადგენლებმა ხელი პროფკავშირების ხელმძღვანელებმა იურისტთან ერთად და მოვაწერეთ ჩვენც მხარე ვიყავით როგორც საინიციატივო ჯგუფი
ასევე მოაწერა კომპანიამ სამვალდებულებების შესრულებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ხელმოწერა და ეს ხელშეკრულება იყო ძალიან ბუნდოვანი, დროში საერთოდ არ იყო გაწერილი რა დროს უნდა შესრულებულიყო. ასევე ჩვენ მქონდა კომისიური შეხვედრები 2023 წლის ივნისის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე და ჩვენ რაც იყო იმ კომისიურ შეხვედრებში მოთხოვნებში, რომ მოდი აბა პრობლემები სად არის კომპანიაში, ჯერ ისედაც კარგად იცოდნენ, იმიტომ რომ ეს პრობლემები შეპესეების დაყოფით საშუამავლო კომპანიების დაფუძნებით კომპანიამ თვითონ შექმნა ეს პრობლემები. და ჩვენ რატომ ქმნიდა? ეხლავე გეტყვით რატომ შექმნა შეპესეების დაყოფით თვითღირებულება გაზარდა. აი გერმანული აუდიტის მესამე პუნქტი. აი სანამ დასკვნაზე გადავალთ, ანუ სამხრივ კომისიაში თქვენ არ ერთვებით, იმიტომ რომ უნდობლობა გაქვთ პროცესის მიმართ წინა ჩვენ ვითხოვთ სამხრივ კომისიაში ჩართვას და ჩვენ უცხავდებთ უნდობლობას პროფკავშირებს და მის წარმომადგენლებს ამ კომისიაში, რადგან პროფკავშირები ჩართულია სამხრივ კომისიაში, ანუ ვითხოვთ რომ დატოვოს. სამწუხარო ეგ არის, რომ პროფკავშირებს ჩვენთან კოლექტიური ხელშეკრულება ისე აქვს დადებული და წესდება ისე აქვს, რომ თუ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ პროფკავშირებს, ჩვენი ბრძოლით მოპოვებულ ინფლაციას 250 ლარი იყო ბრძოლით მოპოვებული და ბევრი რაღა ბენეფიტები, ამას ჩვენ დავკარგავთ. წესდებაზე ამაზე გვაქვს ხელი მოწერილი, რაც არ ვიცოდით აქამდე. და ამიტომ ჩვენი სახელით სარგებლობს, მაგრამ ჩვენი ნდობით არ სარგებლობს. გაერთიანებული პროფკავშირები. უბრალოდ სხვა გზა არ აქვს მაღაროელს დასაქმებულს წევრს, რომ თუ არ იქნება პროფკავშირების წევრი, მინიმუმ თვეში 300-400 ლარს დაკარგავს ხელფასის სახით. და თუ თქვენი ნდობით არ სარგებლობს პროფკავშირი, მაშინ რატომ არ ტოვებთ მას? აი რაც მოგახსენეთ, მინიმუმ თვეში 300-დან 400 ლარამდე შემოსავალს დაკარგავს ხელფასიდან, რაც ისედაც მწირე ხელფასია და ამას გამოკლებული კიდე ისეთ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე გვაქვს ხელი მოწერილი, აი რომ მობრძანდება გითხეთ, ისეთ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე გვაქვს ხელი მოწერილი, რომ ჩვენ დავკარგავთ ჩვენი ბრძოლით მონაპოვარ ყველა ბენეფიტს. და სამხრივ კომისიაში თქვენ გითხრათ ვინმე თქვენ მოითხოვეთ და უარი გითხრეს თუ კი ბატონო, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, აი როგორც კი გაჟღერდა, ვითხოვთ რომ თუნდაც იყოს პეტრიაშვილის და რა არგუმენტით გეუბნებიან უარს? არაფერი არგუმენტი არ არსებობს. ვისთან გაქვთ კომუნიკაცია და ვისგან იღებთ უარს? ესე ღიად ქუჩაში თავრობა არც შეგხვედრია, არც კომპანია არ შეგხვედრია ამ ხნის განმავლობაში, მით უმეტეს პროფკავშირების ისტორია ყველა მიცის. ვისგან არის უარი? არა პასუხი არ არის, უარი კი, პასუხი არ არის ამ ხნის განმავლობაში. სამხრივ კომისიაში ჩვენ უნდა ვიყოთ, ან არ ვიყოთ, ამაზე არ მოსულა არანაირი პასუხი. ჩვენ ვითხოვთ, უცხადებთ უნდობლობას, რომ ხვალზე ისევე ეს პრობლემა დადგება, პეტრიაშვილის მოგვარებული საქმე არ არსებობს ჭიათურაში. იმიტომ რომ ჭიათურის პრობლემები მათ არ იცის, ჩვენ ვიცით და იყოს ისიც უბრალოდ ჩვენც მოგვისმინოს კომისიამ. ნახეთ, აი თქვენც კითხავთ ბატონო გიორგი, თავად პროფკავშირებმა გაავრცელეს განცხადება, რომ მათ გარკვეულწილად მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს იმასთან დაკავშირებით, რომ აიღეს, ვთქვათ, სესხი და ამ სესხის დახმარებით თქვენ გისწრებენ ხელფასის 60%. საუბარია იანვარ-თებერვლის ხელფასების 60%-ის გაცემაზე და ასევე გეგმარის რომ მარტისთვის ხელფასის 60%-იც აიღოთ. ასევე გაავრცელა პროფკავშირებმა განცხადება მასთან დაკავშირებით, რომ თქვენი სადაზღვევო პაკეტებიც იქნება შენარჩუნებული. აი შესაბამისად, აი ამ ძალისხმევას, რაზეც საუბრობს პროფესიული კავშირის წარმომადგენლობა, თქვენ ანუ არ მიიჩნევთ საკმარისად? რო ვთქვათ, რომ ეხლა საკმარისია, ნამდვილად არ არის საკმარისი ეს, იმიტომ რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, მათ უფრო მეტის გაკეთებაც შეეძლო და ამდენი ხვეწნაც და ამხელა მეორეთ მოსვლაც არ უნდა მოყოლოდა ამას. მართლა რო იტყვიან, რომ აი ქუჩაში გამოსული ხალხი საწოდავად ითხოვენ თავის ნაშრომს, ხო რაც არის. პროფესიული კავშირის დახმარებით ორი თვის ხელფასის 60% აიღეთ. არა გვიღია, როგორ ერთი თვის დაირიცხა. რომელი თვის? ხო ასეა ბატონო დარიელი. ნაწილი იანვრის და ნაწილი თებერვლის. მაღაროში დასაქმებულის ხელფასები. და სადაზღვევო პაკეტებით შეგინარჩუნდათ. მაგ ინფორმაცია ჩვენამდე ჯერ არ მოსულა, ეგ არავის არ უთქვია. სადაზღვევო პაკეტებზე მოგახსენებთ, რაც შეეხება სადაზღვევო პაკეტებს, არის სჯეროებით მოეგვარებინათ პრობლემები და ეგეც არ არის ბანკებთან მოგვარებულია და სადაზღვევო პაკეტი არ არის მოგვარებული არანაირად. რაც შეეხება სადაზღვევოს, ჯერ ისედაც არ იყო დიდად გადასარევი სადაზღვევო პაკეტი, იმიტომ რომ ჩვენ რა სადაზღვევოსაც ვესაუბრეთ და საინიციატივო ჯგუფმა და რა პირობებითაც წამოვიყვანეთ, შემდეგ ჩვენ როგორც იურიდიული პირი არ ვიყავით ვერ ჩავერიეთ იქ ხელმოწერების საკითხში, ბოლო
ფინალში და აღმოჩნდა ისე რომ პირობები შეიცვალა ჩვენთვის საზიანოდ კომპანიისთვის და სასიკეთოდ და ეხლა კიდევ მაგას დამატებული მივდივართ ადგილობრივ საჩხერის კლინიკაში სადაც ფუნქციონირება 100%-ით ხდება მეტნაკლებად და ესე მარტივად ხან მაგნიტორეზონანსულია გაფრჩებული ხან ეხოს გადასაღები აპარატი ანუ დაზღვეულისთვის მომსახურების სერვისი არის მიუწვდომელი და ისე გაქვთ ეს პაკეტები შენარჩუნებული? პაკეტები არსებობს, თუმცა არსებობს ბევრად გაუარესებული ხარისხი. გაუარესებულ ხარისხში რა იგულისხმება? გულისხმობ იგივე მედიკამენტების შეძენას, იგივე მომსახურების სერვისს თვითსავადმყოფოში და ასე შემდეგ. ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, თუ ეს პრობლემა ვერ მოგვარდება და უახლოეს პერიოდში შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული მიწისქვეშა სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით, როგორ აისახება ეს რაიონის სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე? იმიტომ რომ ვიცით, რომ შემოსავლის ერთადერთი წყაროა ადგილობრივთა ნაწილისთვის მაღაროებში მუშაობა. საღამოშვიდობისა, მივესალმები საზოგადოებრივი მაყურებელს და გეტყვით მადლობას, რომ გვაქვს პირდაპირ ეთერში ამდენი ხნის საუბრის საშუალება და მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ხმამაღლა გაკრიტიკებდათ, რომ არ ეთმობოდა ჭიათურას სათანადოდ რო თქვენი ეთერებით, რადგან ვალდებულია საზოგადოებრივი მაუწყებელი ეს გააკეთოს და მე არავის არ ქონია სხვა ტელევიზიებთან ამის პრეტენზია და მადლობას გეტყვით დღეს ამის გულისთვის და იმის შემდეგ რა თქმა უნდა ბოლო პერიოდში საკმაოდ გამოსწორდა ეს ყველაფერი. ანუ აქციების დაწყებიდან უკვე მეორედ გეთმობათ ეთერი. კი ბატონო. უფრო მეტი შეიძლება. მესამედ დავაზუსტებ. კი ბატონო, კი იქ ჭიათურაშიც იყვნენ ჩამოსულები და გააქტიურდა ეს ყველაფერი და მადლობა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი შეიძლება. კიდევ დაგეთმობათ. ძალიან კარგი. კარგსაც არ ვკარგავთ ჭიათურლებმა ვიცით. მინდა აქვე მაყურებლისთვის და საზოგადოებისთვის თქვა, რომ არც ერთი პირდაპირ ეთერი არ იქნება საკმარისი ამ მასშტაბური პრობლემის გასაშუქებლად, რადგან ძალიან დიდი ხანია უკვე ეს პრობლემა დგას და არც ერთი მედია საშუალება სათანადოდ არ აშუქებს არც ერთი მხარე, არც მეორე მხარე და არც შუა მხარე. აქედან გამომდინარე საზოგადოებას მინდა ვთხოვ ერთი რამ, რომ არსებობს Facebook გვერდი მაღაროელი, უშუალოდ ჭიათურლების დასაქმებულების, რომელიც საკმაოდ აქტიური გვერდია და თუ კი ვინმეს პირველ პირში გაგება უნდა ჭიათურის პრობლემის, თუ კი ზუსტად უნდა დაინახონ რაც ხდება ჭიათურაში, რა უსამართლობასთან და რა გაუსაძლის სიტუაციებთან და პირობებთან გვაქვს საშუალება. ძალიან გთხოვთ Facebook-ი ყველას გვაქვს, უბრალოდ ქართული ასოებით ჩაწერეს მაღაროელი, ერთი გვერდი იქნება მარტო არაგერევად და თქვენი თვალით ლაივებია, ვიდეოებია, კონკრეტულ პრობლემებზე საუბარია, ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ გვერდი და ზუსტად ნახავთ იმ უსამართლობას და იმ პირველ მხარესაც და მეორე მხარესაც და გამოიტანთ ყველაზე ჯანსაღ აზრს. რაც შეეხება ჭიათურას. დავიწყებ იმით, რომ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჭიათურა არის ქალაქი, რომელიც სტატუსით ჩამოართვეს. და ბოლოს მივალ მადამდე უბრალოდ თხოვნა მექნება, რომ არ შემაწყვეტინოთ, არ ვარ მე ჩვეული ხა პირდაპირ ეთერში საუბრებს და არც დალაგებული ტექსტით არ მოსულა, მიჩვენია ესე მარტივად ვისაუბრო. და დავიწყებ იქიდან, რომ ჭიათურა არის ერთ-ერთი განსაკუთრებული ქალაქი თელს დედამიწაზე. საქართველოში არა მარტო. თელს სოფლიოში არის თავისი რაღაცებით განსაკუთრებული. ჭიათურა არ დაწყებულა ქალაქი დაიწყო 100 წლის წინ, მაგრამ არ დაწყებულა 100 წლის წინ ჭიათურა. 8000 წლის წინ იწყება ჭიათურა. ჭიათურაში არის გამოქვაბული, სადაც ნაპოვნია 8000 წლის წინანდელი პირველი ძაფი მატერია და მაშინ როცა მსოფლიო დარბოდა ესე ვთქვათ ფოთოლაფარებული, ჭიათურაში ცივილიზაციის საწყისები იწყებოდა. ჭიათურაში არის მესამე საუკუნიდან ასკეტური ქრისტიანული ცხოვრება. მაშინ როცა იბადებოდა საქართველოში ქრისტიანობა, ჭიათურაში ამას უკვე ფესვებს უდგავდნენ. ჭიათურაში არის მე-11 საუკუნის კაცხის მონასტერი, რომელიც არის უნიკალური მთელ საქართველოში. თუ კი ვინმეს ხუროთმოძღვრების ძეგლი და ქრისტიანული ძეგლის ნახვა უნდა. ჭიათურაში არის მღვიმევის უნიკალური არქიტექტურის მონასტერი. ჭიათურაში არის ინფრასტრუქტურა, არა მარტო ის თავისი მაღაროებით, იმ თავისი საბაგიროებით, იმ თვალწარმტაცი ბუნებით და ჭიათურაში არის უნიკალური ინფრასტრუქტურული გარემოებები და დღეს საქართველოს ნახევარმა ჭიათურა არ იცის სად არის.
საზოგადოების ნახევარმა არ იცის სად არის ჭიათურა, ნამყოფი არ არის. და იციან მხოლოდ რაღაც ყბადაღებული სატელევიზიო სახუმარო შოუებით ისი კი არა და ჭიათურაში ის არ არის დოლარის კურსის გადასახურდებელი არ არის და რასთან გაუფასურდებოდა. არა ჩემო კარგებო, ჭიათურა არის ერთ-ერთი უნიკალური ქალაქი და ვინც არ იცით ჩამობძანდით და ზუსტად რამოდენიმე საათში შეგიძლიათ ჭიათურა დაათვალიეროთ და გაოცდებით და ისეთ რამეებს ნახავთ, რომ ცხოვრებაში ვერასდროს ვერ დაივიწყო. გამომდინარე აქედან ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა, რომ ქალაქი, რომელიც ამდენ მატერიალურ და არამატერიალურ სიმდიდრეს ფლობს, დღეს არის ესეთ დამცირებულ მდგომარეობაში და ესეთ გაჭირებულ მდგომარეობაში. მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტა როგორ აისახა და მომავალში როგორ აისახება? მივალ ზუსტად მადამდე. ჭიათურა 130 წელიწადია თავის ქვეყანას კვებავს. 130 წელიწადი არის ამდიდრებს თავის ქვეყანას, მაშინაც კი, როცა მსოფლიო ომები მძვინვარებდა, არ შეწყვეტილა მაღაროში მუშაობა. მაშინაც კი, როცა მთელი მსოფლიო გაჩერებული იყო პანდემიის დროს, ჭიათურაში მაღაროელები იმის გამო რომ კომპანია არ გაკოტრებული იყო და არ წაქცეული იყო, იმის გამო რომ ბიუჯეტში რაღაც ორი თეთრი მაინც შესული იყო და ბოლომდე არ გაღატაკებული იყო, ეს ხალხი გაგანია პანდემია მძვინვარებდა შიგ ჭიათურაშიც კი, მაგრამ სამუშაო პროცესი არ შეწყვეტილა. ეს ყველაფერი ამ პროცესებიდან გამომდინარე პირდაპირ ერთმნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ერთმანეთთან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის დიდი კომპლექსური ჯაჭვი და ეს არ არის რაღაც ერთი კონკრეტული დასაქმებულების პრობლემა. ეს დგას მთლიან რაიონზე, მთლიან ქალაქზე დგას დღეს ყოფნა არ ყოფნის საკითხი და როგორ პირდაპირ რა თქმა უნდა ეხა ლოგიკურათაც რო გავყვეთ მაღაროელების ბიუჯეტი არის დამოკიდებული დღეს ქალაქი ავად თუ კარგად ეს არც კარგია და რაღაცნაირად ეს რა თქმა უნდა გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია და ამის გეგმებიც გვაქვს ჭიათურებს და მოთხოვნებში გვაქვს ეს ჩამოყალიბებული ეხლა რომ ზიან დღესაც რომ ჩაბრძანენ ჭიათურაში და ხალხის გასაღიზიანებლად მერიის შენობაში რო დაჯდნენ ისევ ხელისუფლება, კომპანია და პროფკავშირი და გარეთ ხალხი იდგა გამძვინვარებული ხალხი ამ ხელა შეურაცხყოფის მერე ამდენი ხნის შემდეგ დამცირებული საზოგადოება და იმათ თვალწინ ჭიათურაში ჩავიდნენ და იმათ თვალწინ დაიწყეს სამხრივი კომისიის გამართვა ისევ და აქედან გამომდინარე ჭიათურაში ეს ყველაფერი არის კომპლექსურად მიმული. ჭიათურა არაფერს არ მათხოვრობს და არ იძახის გინდა თუ არა ჩვენ მაღაროში შეგვიშვი და სამსახური დაგვაწყებინ. არა ბატონო, დღეს სულ სხვა საკითხი დგას და ძალიან გთხოვთ რამოდენიმე წუთი მომეცით არ შემაწყვეტინოთ. ნახეთ როგორი ამბავია ეს 130 წელიწადი რომ ამას აკეთებს თავისი ქვეყნისთვის და არაფერი არ დარჩენილა ჭიათურაში. დღეს ქალაქმა გამოიღვიძა ისევ კომპანიამ და ისევ ამ პროცესებმა, რაც 130 წლის მანძილზე ქალაქს არ თავისთვის არ გამოუხედია და არ გამოუღვიძია, თვითონვე ესე რომ ვთქვათ, ზოგი ჭირი მარგებელიას პრინციპით, დღეს ქალაქმა გაიღვიძა და მიხვდა რომ მართლა შეიძლება გამოილიოს მარგანეცი ერთ დღეს. შეიძლება მართლა ერთ დღეს კომპანიამ დაიძახოს, რომ ყველანი განთავისუფლებული ხარ სამსახურიდან. მეც არ მეგონა ეს თუ მოხდებოდა, მაგრამ ამის წინაშე დადგა რაიონი მთლიანად და აქ არ არის კიდე ერთხელ ვიმეორებ დასაქმებულების პრობლემა. აქ მთლიანი მოსახლეობის ჭიათურის საზოგადოების პრობლემა დგას, რომელიც დღეს კიდევ სავსეა იქ ხალხი. დღეს კიდევ ცივილიზაციებს რო ვთქვი, რომ 8000 წლის წინ დაიწყო. გამოსავალი ბატონო გიორგი, კომპანიის ანუ გასვლა არის მთავარი მოთხოვნა და ეს მოთხოვნა არ გადაიხედება თუ უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ კომპანიის დარჩენის პირობებში, თქვათ, რაღაცა მოლაპარაკებებზე წახვიდეთ და თქვათ მიწისქვეშა სამუშაობის განახლებაზე შეთანხმდეთ. კი ბატონო, ჭიათურლებმა პირველივე დღიდან, პროტესტის დაწყების პირველივე დღიდან თქვით რომ ჩვენ აღარ ვენდობით კომპანიას. ეს მოხდა იქიდან გამომდინარე რომ პირველ რიგში ნახეთ ჭიათურაში პროტესტი 1902 წელს გაკეთდა პირველად. არ გვეშლება პროტესტი როგორ უნდა იყოს. 2 წლის წინაც იყო პროტესტი, იმის წინაც იყო პროტესტი და ბევრჯერ დაჯდნენ კომპანიასთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ არ შესრულდა. აფიცვა, თქვა რაღაც უკავშირდებოდა შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მომატებას, შემდეგ თქვა აქციები სრულდებოდა ისევ მაღაროებში მუშაობა იწყებოდა თავიდან. ყოფილი საკითხები.
უნდობლობა ახლა რამ გამოიწვია მაშინ? უნდობლობა გამოიწვია ზუსტად იმ წინა პირობებმა, რაც არ შესრულდა. არ შესრულდა, როცა ის, რასაც დაპირდნენ შრომელებს. ჯორჯიან მანგანეზის პირობებში თქვენ მიწისქვეშა სამუშაობის განახლების პერსპექტივას ვერ ხედავთ და არც ხართ ამ კომპანიის დატოვების. ნახეთ, ხაზ გადასმით ესე ყველა ჩვენ ამ ჭრილში არ უყურებთ. პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ ჩვენ კომპანიასა და პროფკავშირებთან ერთად ვერ დავждდებით. გარანტორი უნდა იყოს ვიღაცა, რომ ჩვენ რამეზე რო შევთანხმდებით, ეს შესრულდება. სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული. და ხომ არის შრომის ინსპექცია ჩართული ჯანდაცვის სამინისტროდან? პირდაპირ გეტყვით. კომპეტენტური ხალხი. იმიტომ რომ ეს არის კომპლექსური პრობლემა. აქ არ დგას მხოლოდ ერთი კომპანიის პრობლემა. აქ გლობალურ პრობლემაზე არის, იმიტომ ვის ჩართვას ითხოვთ მთავრობას? უშუალოდ უმაღლესი ხელისუფალი და ჩვენ ბევრჯერ გავაჟღერეთ პრემიერი ან მისი აპარატი, რომ იქ ნათქვამ სიტყვას, იქ ხელმოწერილს კონდეს ფასი, ძალა, დიდი მნიშვნელობა. მოლაპარაკებას არ განიხილავთ. არავითარ შემთხვევაში კომპანია და პროფკავშირი ვერ გადაწყვიტავს ჭიათურის პრობლემას და თუ შეიძლება დავამთავრებ. რატომ უმაღლესი ხელისუფალი? იმიტომ რომ ჩვენ ჭიათურლები ვართ ერთ-ერთი სანიმუშო საზოგადოების წევრი. ჩვენ პრეტენზია გაგვაჩინა, ჩვენ არ ვმათხოვრობთ, არავისგან არ ვიხვეწებით. ჩვენ მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის. 130 წლის მანძილზე რომ ქალაქი ყველაფერს იღებდა თავისი ქვეყნისთვის და დღეს დაუდგა ყველაზე რთული პერიოდი, კეთილი უნდა ინებოს ყველამ და ქალაქისკენ უნდა გამოიხედონ. ჭიათურაში ხელისუფლება აირჩიეს, დიდი პროცენტებით აირჩიეს. ამიტომ ამ თვენახევარი რომ გავიდა და არავინ არც ერთი ესე ვთქვათ ხელისუფლების წარმომადგენელი, უმაღლესი ან უმდაბლესი არ გამოსულა და არ უთქვია რომ მე ამ ხალხის გვერდით გავარ, რომ მესმის რომ ბიზნესია და ბიზნესს ვერ შევავიწროვებთ, მაგრამ ხელისუფლების დანიშნულება არის იზრუნოს ხალხს და უხელფასოდ და ხელისუფლების და მთავრობის უპირველესი ალბატონები ბავშვები გარეთ გამოსულეს. ეს როგორ შეიძლება? ოჯახები დატოვებული ქალბატონებს. კომპანიამ 1 წლის წინ მართვაში გადასცა ჯორჯიან მანგანეზმა ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის საწარმოები. მის მიერ შექმნილი კომპანია ეს და წარმოადგენს ანუ საწარმოების შეჩერების მიზეზად ცხადდება, თქოთ, მადნის ხარისხის შემცირება, ფასების შემცირება, საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი ვითარება და ამ პოზიციას იმყარებს კომპანია გერმანული საკონსულტაციო ფირმის დასკვნითაც და ამ დასკვნაში წერია, რომ თქვათ მაგალითად მადნის შემცირებული ფასია თუ 2020 წელს თვითღირებულება იყო $5 ფარგლებში, ახლა უკვე $11 აჭარბებს და შესაბამისად კომპანიისთვის უკვე წამგებიანია მიწისქვეშა სამუშაოების წარმოება მანგანუმის მოსაპოვებლად. აი ეს არგუმენტები არ არის თქვენთვის დამაჯერებელი? კი ბატონო, პირველ რიგში ვიტყვით, რომ როდესაც გადასცა CMC ჯგუფს სამართავად 1 წლის წინ და ჩვენც კოლექტიური გადაგვიფორმდა CMC ჯგუფზე, პროფკავშირებს ეს გონიერება უნდა გამოეჩინა, რომ ერთ დღესაც ესე მარტივად გაგვიშვებდა, ამის იურიდიული გამოცდილება უნდა ქონოდა და ნიჭი უნდა ქონოდათ ამისი, თუ არ არიან ერთად შეკრულები და არაფრით ჯორჯიან მანგანეზისგან არ უნდა გადავეყვანეთ ისეთ შეპესეზე, რომელსაც არაფერი არ გააჩნდა. რომელიც მარტო სამართავი კომპანია იყო და არაფერი ქონება არ გააჩნდა, ამიტომ დაგვითხოვა 7 მარტს ესე მარტივად. და უნდა ჩვენი მოშორება, რომ არა ქუჩაში გამოსულიყავი და ეს მოთხოვნები არ დაგვეყენებია. რაც შეეხება გერმანული აუდიტის დასკვნას, ხო ეს ვკითხეთ. ეხლა ნახეთ რა ხდება, ფაქტები არსებობს, მაგრამ მე წეხან დავიწყე გაბერილი შტატებით. გაბერილი ხელფასები, ანუ რაოდენობა იმდენი არ არის საჭირო სახელმძღვანელო რგოლში, რაც არსებობს ფიზიკურად, მაგრამ ეს სახელმძღვანელო რგოლის პიროვნებები არიან დაახლოებული პირები ძალიან დიდ ხალხთან და ამიტომ არიან იქ ჩანერგილები. ამიტომ ღებულობენ იმ ხელფასს და თვითონაც არიციან და ხუმრობენ თბილისში, კიდევ არის ამის ფაქტები, რომ სად არის ჭიათურა და მარგანეცი არიციან მანგანუმი, მაგრამ ხელფასს ღებულობენ იქიდან. ეხლა რაც შეეხება შეპესეებს შევეხეთ ეხლა. ზუსტად შეპესეების დაყოფამ გამოიწვია თვითღირებულების მომსახურების სერვისის ამაღლება. მე ვისაუბრე ამ სტუდიაში ამის წინ, რომ ესე იგი არარეალური მომსახურების სერვისია და ეს რაღაც რო ღირს, რაღაცის გარემონტება დაუშვათ, ტექნიკის გარემონტება რო ღირს 200 ლარი, ჩვენ გვაწერია 1400 ლარად. მე ფაქტი მაქვს. მაგალითად ფასები არის გაბერილი. გაბერილია. მე ფაქტი მაქვს, $15 რო გვაწერდა ბატონი ლაშა თუთბერიძე ერთ პატარა ხამუც, მე მაქვს მისი ფაქტი, რომ 13-14 ლარამდე ღირდა ის ქუთაისში. და ინვოისი მაქვს, შემიძლია რომ მოვიძიო და გადავცე ყველას. და ეს არის გაბერილია თვითღირებულება ხელოვნურად. და ამით რას აკეთებდა ეხლა კომპანია, რომ აჩვენებდა, რომ მე კი მაქვს შეპესეები, მაგრამ მაინც ჩემ დაქვემდებარებაშია და ამ შეპესიდან ამ შეპესის მომსახურება ჯდება ძალიან ძვირი და ეს შიდა თანხები
ერთ მომსახურება გაწერილია, თანხები გამოიწერა, მაგრამ ყველგან თვითონ არის კომპანია და ის შავად დარჩენილი თანხები მიდის ჯიბეში. და ამან გამოიწვია $4-დან თუ როგორ თქვით, მომსახურების $5 ფარგლებში იყო დაახლოებით 2020 წელს და $11. ამიტომ მე ამის წინაც ვთქვი, რომ გამოძიება და საწყები გერმანული აუდიტის დასკვნა კი არ საინტერესოა რა აჩვენეს და საიდან დაიწყო იმან დასკვნის დადება. ანუ ის რომ კომპანია გაკოტრებულად უნდა გამოცხადდეს და გაკოტრებულად მიიჩნევს თავს, ეს თქვენთვის აბსოლუტურად ტყუილია. CMC ჯგუფი არის გამოგონილი აფიორა, კიდევ მეორედ ვიძახი, არსებობდა შუქრუთი პლუსი, არსებობდა მაღაროელი, ეხლა გაჩნდა CMC ჯგუფი. ასეთები გაჩნდებიან და გაკოტრდებიან. თუ ჯორჯიან მანგანეზი არ გაკოტრდა, თუ ჯორჯიან მანგანეზმა არ აღიარა რომ გაკოტრებულია და დატოვოს ლიცენზია და გავიდეს ჭიათურიდან, ამათ ასეთი შეპესეების გაკოტრება არაფერს არ ნიშნავს. უბრალოდ პროფესიული კავშირები დაგეხმარათ და მათი მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში აჩერა გაკოტრების პროცედურის ძალიან კარგი კითხვა პროფესიული კავშირი და ბატონი რომოვა ეხლა დაადასტურებინეთ 28 ფებრუარს მიწერა კომპანია CMC ჯგუფმა რომ მე გავკოტრდიო მაგრამ თვით თავისი სიტყვებია წარსულს და 7 მარტს უკვე ჩვენ რო SMS-ები დაგვიგზანა, ჩვენ ხო ამათ არ გაგვაგებინეს არაფერი პროფკავშირებმა. კომპანიამ გამოგვიგზანა SMS-ები, რომ დათხოვნილი ხართ, კარგ გაბრძანდებოდ, მადლობა თანამშრომლობისთვის. ამის შემდეგ ჩვენ რახანეს პროფკავშირებიც მხოლოდ 28 ფებრუარს და 1 მარტს იყვნენ პირველადი პროფკავშირები ჩვენთან და ამის შემდეგ ისინი გაქრნენ, აღარ იყვნენ ხალხთან. ჩვენ არაფერი ხო ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. ჩვენ დავიწყეთ კერძო იურისტის აყვანა. კერძო იურისტმა დაიწყო მოკვლევა კოლექტიური ხელშეკრულების 1 ნოემბერს აპირობილი ყველა დოკუმენტად ამის შემდეგ გახდნენ იძულებული რომ დაეწყოთ მათაც საჩივარი შეტანა და ვის უჩივლეს? უჩივლეს CMC ჯგუფს, რომელიც არაფრის მომცემი არ არის აბსოლუტურად ის ერთ დღეს ისე გაქრება ორბიტიდან რომ მაგრამ CMC მიმართა სასამართლოს რომ გაკოტრებულად გამომაცხადეთო და შემდეგ პროფესიული კავშირები ჩაერია და შეაჩერა ეს პროცესი. თქვენ რასაც ითხოვდით ის დაკმაყოფილდა. როდესაც ჩვენ CMC ჯგუფის ბალანსზე გადმოგვაბარეს და ჩამოგვაშორეს ჯორჯიან მანგანეს, ძალიან დიდი დახმარება გაუწიეს კომპანიას და ასე მარტივად შეეძლოთ CMC ჯგუფის ბრალდებები კანონიერად აღიარებიათ. ჩვენ არ ვაღიარებთ CMC ჯგუფს, იმიტომ რომ ეგ არის გამოჩეკილი შეპესე, რომელიც გაქრება, ჩვენ ვითხოვთ ჯორჯიან მანგანეზის პასუხისმგებლობა. ყველა ლიცენზია, ყველა თუ კი ერთი მარცვალი მარგანეცი მოიპოვება ან გაიზიდება ჭიათურიდან, ჯორჯიან მანგანეზია ნებართვის გამცემი ყველაზე. ამიტომ პასუხისმგებლობა ჯორჯიან მანგანეზს 2006 წელს ჯორჯიან მანგანეზი შემოვიდა და რა მაქინაციების ამათმა ჩაატარეს, ეგ ჩვენთვის საინტერესო აღარ არის უკვე. ანუ აქაც ინტერესს ხედავთ რომ თქვა ის გაკოტრების პროცესი რომ შეჩერდა პროფესიული კავშირები ამით დაინტერესებული იყო? დაინტერესდა იმის შემდეგ რაც ჩვენ კერძო იურისტი ჩავრთეთ და ჩვენ შეგვეძლო რომ ეს დამოუკიდებლად გამოგვეძიებია. მაგრამ რახან უკვე პროფკავშირები ჩაერთენ საქმეში, იურისტისგან ვიცი, რომ ესენი არიან უკვე თქვენი ოფიციალური უფლებადამცველები და არა მე, მეტი შანსები ამას აქვს სასამართლოში იდეავს ვიდრე მე. და აი ეს გააკეთეს ფაქტიურად ჩვენი იურისტის გაწევა და ჩახშობაც შეძლეს, გაიგე? და აი მექნება შეკითხვა, ითხოვთ რომ კომპანია ჯორჯიან მანგანეზი გავიდეს საერთოდ და სახელმწიფომ გადაიბაროს მართვაში საწარმოები. აი როგორ გესახებათ აი მაგაზე მე რომ სამთო მრეწველობის ნაციონალიზაცია და სახელმწიფოს მართვაში აღება აი ამ საწარმოების და არა თქვა კერძო ინვესტორის. კი ბატონო. ძალიან უახლეს მაგალითს მოგიტანთ. საქართველოშიც არის იგივე სახელმწიფო საწარმოები, აი მაგალითად საქართველოს რკინიგზა, მეტრო და შემდეგ სახელმწიფოს ბალანსია, ფოსტა. მაგრამ ეხლა გეტყვით დიდი ბრიტანეთის მაგალითს, რომელიც ამ დღეებში წყდება ზუსტად ჩინური კომპანია იყო შესული ზუსტად ფოლადის გადამდნობ ქარხანას ფლობდა, რომელმაც მე რეორგანიზაცია სხვათა შორის 3500 ადამიანის დათხოვნას აპირებდა ისიც. და სახელმწიფო შეიკრა აი დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შეიკრიბა და აი რომ ნახოთ აი რას საუბრობს ხალხი არ არის ქუჩაში აქციას არ ატარებს უბრალოდ იქ სხვა დემოკრატიული სახელმწიფოს დონე ეგ არის რომ ამბობენ რომ ჩვენი მოსახლეობა ესე რომ დატოვა სამსახურის გარეშე ჩვენ რო პრობლემა შეგვიქმნა რკინიგზა არ გვექნება რაღაც ვერ დავამზადებთ ამისთვის არ უნდა არსებობდეს ჩინური და ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ასეთი მსგავსი ფაქტები ნაციონალიზაციის ან პასუხისმგებლობის აღება რაში გამოიხატება აი ზუსტად დასაქმება და ქვეყნის უსაფრთხოება ჩვენი ბუნებრივი რესურსი არის
კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალი. აი ესე შეაფასა ამერიკამაც და ევროკავშირმაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მადანი, რომელიც უბრალოდ პროდუქტი არ არის. ეს გამოიყენება არსენალისთვის, რომელზეც ძალიან დიდი ფსონი აქვს ამერიკას და ევროკავშირს დადებული, ეს გამოიყენება ან სტრატეგიული მნიშვნელობის რაც არსებობს. და ამიტომ ესე უბრალოდ რომ იაფასიანია და ჩვენ ამით ვიღაცებმა უნდა ისარგებლოს და ჩვენ არა ძალიან არსებობს ძალიან ბევრი მაგალითები ნაციონალიზაციას, მაგრამ ჩვენ ხო არ ვიძახით თუ ნაციონალიზაცია არ იქნება ფეხის შემდგმელი არ ვართ, მაგრამ თავრობა დაჯდეს ჩვენთან ერთად მოლაპარაკება. ეს არის ნომერი პირველი ჩვენი მოთხოვნა და ხალხმა 2 დღის განმავლობაში შემდეგ მეუფემაც გთხოვა და ამიტომ შევწყვიტეთ. ერთადერთი მოთხოვნის გამო დაიწყო შიმშილობა ჭიათურაში. და ეს შიმშილობა ისევ დგას დღის წესრიგში და არ გაუქმებულა, რომ თავრობის წარმომადგენლები შევხვდნენ, ხალხო წარმოგიდგენიათ, ამის მოთხოვნა გვაქვს პატარა 3 მილიონიან ქვეყანას, რომ თავრობა ჩამოვიდეს, დაგვიჯდეს და გველაპარაკოს. ან ჩვენ ჩამოვალთ. დიახ. და ბოლო ორ შეკითხვას დაგისვამთ. პირველი მიწის ზედა სამუშაოები ჯერ ისევ გრძელდება, ვიცით, ჯორჯიან მანგანეზის მხრიდან. აი თუ კომპანია გავა, მაშინ აი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იქაც ადგილზე მიწის ზედა სამუშაოებზეც ადგილობრივები არიან, ხომ დასაქმებულები და ეს რამდენად თანხმედრაში მოდის, აი ამაზე ბატონო. რა არის იცით, მიწის ზედა სამუშაოები შეიძლება რომ განვითარდეს და კი შეიძლება რომ იმუშაონ, მაგრამ იმასაც თავისი სტანდარტები აქვს, იმასაც თავისი მოპოვების წესი აქვს. ახლა ის რომ საერთოდ განადგურებულია მთელი ქალაქი, მაგას არ უნდა ლაპარაკი. ახლა გამგეობის წინ ვიღაცამ ვარდები დამირგას და ფერადი ის დამიგოს დაბლა ფილები, ეგ არ არის ჭიათურა და ზემოთ სოფლებში არის ორმოები, ჭაობები, სადაც ადამიანები იხრჩობიან, მსხვერპლიც იყო. და იქ მიწასაც არასწორებენ, რომ იქ რამე დათესონ ან დარგანარგავებიან რაღაცა, არ ვიცი, ძალიან განადგურებული, აი სუნთქვაც არ შეიძლება. მომსპარი აბსოლუტურად განადგურებულია მთელი სოფლები და მთელი, არ ვიცი რა, ის ტერიტორიები, სადაც მაგათმა რო იტყვიან მოპოვება, აი მას ქნეს რა ზედაპირული მოპოვებით, რომ ამოიღეს მარგანეცი. გარღვეულია ყველანაირად. ქალბატონ თამთა, ჩვენ არ გვეყოფა არც ერთი პირდაპირ ეთერი, ეს იმდენად დიდი კომპლექსური პრობლემა არის. მაგრამ ყველაფერში არსებობს გამოსავალი. უბრალოდ ყველაზე დიდი პრობლემა დღეს რაც ჭიათურლებისთვის და ყველაზე დიდი დამამცირებელი რაც არის, ამდენი ხანია ვითხოვთ, რომ მოგვაქციეთ ყურადღება და კომუნიკაციაზე არ გამოდის არც ერთი კომპეტენტური ადამიანი ხელისუფლებიდან. თბილისში ვიყავით ჩამოსული საკონსტიტუციო ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია ჩართული. ჩვენთან არავინ არ მოდის. შიგნით თავისთვის წრეში ტრიალებენ ეს 3 მხარე და ალაგებენ პროცესებს და ეს შეურაცხმყოფელია ჭიათურლებისთვის. ჭიათურლებმა გამოიღვიძეს, არა მარტო დასაქმებულებმა, ჭიათურლებისთვის ეს არის შეურაცხმყოფელო ჩვენს გარეშე ხა თქვენ წყვიტავთ და ალაგებთ ისე, როგორც თქვენ გინდათ და დღეს ისე უნდა გადაწყდეს, როგორც ჭიათურლებისთვის იქნება სასიკეთო. და გეტყვით როგორ იქნება სასიკეთო და დიდი ბოდიში ხა ბატონ პეტრიაშვილს რამოდენიმე წუთს თუ წავართმევ თქვენი პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ ჩვენ 3 ვართ და ნაკლები დრო გამოგვდის მაშინ. ნახეთ ახლა როგორ არის საკითხი. ჩვენ არ ვსვავთ აქ საკითხს, რომ გინდა თუ არა ასე თუ არ ქენით და ნაციონალიზაცია თუ არ მოხდა. ჩვენ გვაქვს ხედვები, ჩვენ გვაქვს გამოსავლის გზები, ჩვენ ყველაზე, ანუ მაღარუელებმა, აი ამ ორმა ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, სად არის პრობლემა. მე არა ვარ მაღარუელი, მე ვარ რიგითი ჭიათურელი. გამოსავლის გზები გეგმა როგორი გაქვთ შედგენილი, მოკლედ რომ გითხრათ, აი თავარი პრობლემა. ყველგან არსებობს გამოსავალი, ამას რომ დავჯდებით, ზუსტად ვიცით, იმიტომ რომ ამას ბევრი საუბარი ჭირდება. მოკლედ ეს არ ითქმევა. მოკლედ არის როგორ იცით, ყველაფერი უნდა მოექცეს რეგულაციებში. მიწის ზედა სამუშაოები კი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ იმას თავისი სტანდარტები აქვს. ხალხი არ უნდა იწამლებოდეს. მე ჩემი შვილით მინდა ჩავიდე, ვიცხოვრო, გავზარდო ჩემი შვილები, მაგრამ ვერ ჩავიყვან სასიკვდილოდ ჩემს შვილებს. კიბოთი ვერ დაავადებ. და იქ მე არ მჭირდება სკვერში დარგული ვარდები მარტო, ზემოდან რო შამი მტვერი მოდის, სილით რო ივსება ქალაქი და დარბიან მანქანები თავის ჭკუაზე, თორემ უნდა იყოს მიწის ზედაც, უნდა იყოს მიწის ქვეშაც და ეს ყველაფერი ისე მოექცევა ჩარჩოში, რომ ყველა კმაყოფილი იქნება და არა მარტო ის ვიწრო ხალხი, ის ვიწრო საცეცები და მაფიოზური კლანები, იქ რომ გაბატონებულები არიან.
წლების წინ რო ჭიათურაში კალოშები დადიოდნენ, დღეს მილიონერები რო არიან და ბუსს აღარ იფრენენ ცხვირზე და ისიც კი აღარ უნდათ რომ ქალაქში რაღაცა დატოვონ. უნდათ რომ მთლიანად გამოშიგნონ ქალაქი და ამის უფლებას არ მივცეთ. გამოსავლის გზები იციან ჭიათურლებმა რა არის. ფონდი, ქალაქის განვითარების ფონდი არის გამოსავალი. და როგორ უნდა იარსებოს ამ ფონდმა რა ფინანსური კი ბატონო, რესურსებით? ფინანსური რესურსი ბევრჯერ გავაჟღერეთ და იმიტომ არ იცის საზოგადოებამ რომ ზუსტად ის საკვანძო საკითხები არ შუქდება, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. 5% ქალაქში მოპოვებული მადნიდან და გაიჟღერა ზოგიერთ ტელევიზიაში მოგების 5%-ო. არა ბატონო, ჩვენ არ ვიცით კომპანია როდის სიტყვის მოგებაზე გავედი ან როდის წაგებაზე, დღესაც აცხადებს წაგებაზე ვარო. მოპოვებული 5%. ეს ნახეთ როგორ მარტივად 19 მანქანა მარგანეცი რომ გაიტანეთ, ერთი მანქანა დატოვეთ ჩვენთან ქალაქის ფონდში. სააქციო საზოგადოება შეიქმნება, რომლის ყველა ოჯახი ჭიათურელი იქნება ერთი აქციის მფლობელი, ანუ ხალხი ამის მფლობელი ჭიათურლები, რომელსაც მართავენ ჭიათურლები და რა თქმა უნდა იქნება სახელმწიფო წარმომადგენელიც ამ ფონდში, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი და არავისთვის დასამალი არ იქნება. ჭიათურლები მართავენ ამას, ამ ფონდში ჩაირიცხება 5%. კვარტალურად გაწერილი გვაქვს ბევრი რამე. ჭკვიანი ხალხი ვარ ჭიათურაში, არ გვაკლია არაფრის მოფიქრება. ბიზნესმენებიც ყავს, ეკონომისტებიც ყავს, იურისტებიც ყავს, ბუღალტრებიც ყავს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ქალაქის ერთადერთი გადარჩენის გზა მოკლევადიანშიც და გზელვადიანშიც ეს არის. ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას მოხმარდება ეს თანხები. ეკოლოგიურს არა მარტო, ნახევარი თანხები, აქ ჩარიცხული მილიონების, იმიტომ რომ დიდ თანხებზე არის ჭიათურიდან გადის 100 მილიონი ყოველ წელიწადს და ცოტა უნდა დატოვონ. 130 წელიწადი რომ ეს ქათამი კვერცხს ხდებს, ახლა 20 კვერცხიდან ერთი უნდა დატოვოთ, 19 წაიღეთ, მოიხმარეთ, მაგრამ მოვედით გონზე რომ ეს ერთი კვერცხი ხა ჩვენთვის უნდა გამოვიყენოთ. ნახევარი წავა სოციალურ პაკეტებში, ნახევარი ჩაიდება ბიზნესში, ისევე ქალაქში, ისევე ჭიათურაში. ბევრი პროექტები არის ჭიათურაში, როგორც მაგალითად ტურისტულით. უნიკალური ქალაქია იმისთვის, რომ ტურიზმი განვითარდეს. მაგრამ დღეს რომ ტურისტი ჩადის ჭიათურაში, მხოლოდ ერთი დღით ვერც რჩება, იმიტომ რომ გაივლის და მორჩა. ნახა ის კაცხისვეტი, ნახა ის მონასტრები და გაიარა. ფულს არ ხარჯავს, ვერ რჩება. სასტუმრო არ არის, 50 დოლარი რომ დახარჯოს, სასტუმრო არ არის, რომ დარჩეს ღამე. ჩვენ შევქმნით იმ სასტუმროებს, ჩვენ შევქმნით ინფრასტრუქტურას, ჩვენ შევქმნით ბიზნეს, რომლის ფლობელი იქნება ფონდი, რომელი ფონდის ფლობელი იქნება ჭიათურელი ხალხი, შეიქმნება დასაქმებულების ადგილებიც და ბატონმა ხონელია მაგ თქვენს ეთერში რო თქვა, რომ უცებ 2000 სამუშაო ადგილს გამოუძებნითო ორთვეში ჭიათურაშიო და დემაგოგობდნენ აქ ეს შეხმატკილებულად რო საუბრობდა პეტრიაშვილთან, ვერ შექმნით ბატონო ამას ორთვეში, მაგრამ იმ ფონდში რომ ფული ჩაიდება, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლები სწორად მართვაზე და თუ ვერ მართავთ სწორად, პასუხსაც ჩვენ ვაგებთ. აქციები გრძელდება სამმხრივი კომისიის დღევანდელი შეხვედრის შედეგები ვიცით, როგორ აპირებთ რა სამოქმედო გეგმით და სტრატეგიით აპირებთ მომავალში პოზიციონირებას. პირველ რიგში ხვალ გვაქვს რიგით მეხუთე ჭიათურაში გრანდიოზული აქცია და ვეპატიჟებით ყველას. აქ გაჟღერდება ჩვენი სამოქმედო გეგმები, მომავალი დღეების და კვირეების. ეხლა ვერ გეტყვით ესე პირდაპირ და ხვალ ვეტყვით და მინდა ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს. რაც შეეხება რაც არის უპირობო გეგმა, რასაც უკვე 45 დღეა ვასრულებ და არასდროს აი სიცოცხლის ფასადაც არ დავთმობ, ჭიათურიდან არ უნდა გავიდეს, ვიდრე ეს პროცესები არ მოგვარდება, ვიდრე მთავრობა არ ჩაერთობა, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდა არ შედგება, არ მოგვარდება როგორც დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები, ესევე დასაქმების პრობლემები. მთავრობის ჩართულობით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მანამდე ერთი მარცვალი მარგანეცი ჭიათურიდან არ გავა. ეს სიცოცხლის ფასადაც რო დაგვიზდეს მე პირადად. ზედა წესით, ანუ კარიერული წესით მოიპოვებენ ეხლაც ჩვენ არ შეგვაგვაჩნდა ის ანუ ზედა სამუშაოების შედეგად მოპოვებულ მანგანესაც დიახ, მოიპოვებენ დღესაც. კარიელ რო ამბობს ხონელია, რომ არ მოგვიპოვებია და ესე გაჩერებული ვარ ამ ხნის განმავლობაში 70000 ტონა გაიტანა ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე. ესე მარტივად არ არის, ძალიან კარგად გაიტანეს და შეაგროვეს. ვერ გავა ჭიათურიდან მანგანუმი ვერც ერთი მიმართულებით და როდესაც დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, ამის მერე შესაძლებელია რომ მანგანუმიც გავიდეს, შუქრუთის მოსახლეობაც კმაყოფილი იყოს, გარანტიები მიიღოს და მუშა პროცესი დაღდგეს. დიდი მადლობა ჭიათურელი მაღაროელების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ტარიელ მიქაცაძე, გიორგი მოდებაძე და ირმა კუჭაშვილი იყვნენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. მადლობა მობრძანებისთვის და საუბრისთვის.